მადლობა რა თქმა უნდა ნინო მასწავლებელო მე დარწმუნებული ვარ ყველას გაღიმებული სახე აქვს და ალბათ მშობლებსაც და ძვირფას სტუმრებსაც მოეწონათ მართალია ტაში ხანმოკლეა ხოლმე და ძალიან ეზარებათ დააქვს არა უშავს მინდა გითხრათ რომ ბასტიბუბუში ყველაფერს ბავშვები თამაში სწავლობენ აი თამაში სწავლობენ ცეკვას თამაში სწავლობენ სიმღერას მოკლედ ყველას უხარია ბასტიბუბუში მოსვლა იმიტომ რომ ჩვენთან მუდამ ჟრიამული და ბასტიბუბუა ხიარულებაა მოკლედ აბა ორი ხაზი ჩქარა ეს მე დამავწოდებს მე თვითონ დადამასწავლებელო დაბრუნდი უკან თვითონ გააკეთებენ დაჯექი აბა გოგოებო დროზე გავასწორეთ ხაზი ყოჩა აი ნამდვილი მსახიობები ხარ ცეკვა სიმღერით მაგალითად ვსწავლობთ ისეთ სიტყვებს მაგალითად გამარჯობას რომელსაც რა თქმა უნდა თქვენც ასწავლით რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვინმე რომ შეხვდება ხო ასეა აი მაგალითად ეხლა იმ პატარა გოგოებთან რომ მივიდე მე გამარჯობას მეტყვი ან როგორ ფიქრობთ აბა ცადო გამარჯობა თქვენია ჯერ აი აბა ვინ მეტყვის გამარჯობა რომელი ხელი? ყოჩა. სწორედ ამიტომ ვიმეორებთ ხოლმე ერთ ძალიან სახალისო სიმღერას ბაჭიაზე. აბა ერთ რიგად დადეკით ახლა ჩქარა. ერთ რიგად. აბა გამოიქეცით აქ ტაში უნდოდა. მოიწეცი.
რაღაც რაღაცები. მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა. ასე ამბობენ განსაკუთრებით იმ გოგონებზე და ქალბატონებზე, ვინც საჭეს მართავს. მარჯვენა და მარცხენა ეშლებაო, განსაკუთრებით უკან, როდესაც უნდა წაიყვანონ მანქანაო და ჩვენ რო არ შეგვეშალოს ეს, აი, ეხლა ვეჩვევით უკვე მარჯვენა და მარცხენას და სხვათა შორის ძალიან კარგად გამოგდის. ეხლა სოფას ბავშვები უნდა დადგნენ მეორე ხაზში, ხო ასეა? და კესოსი უნდა დადგნენ წინ. აბა, სოფას ბავშვები წავდნენ მეორე ხაზში, სოფასი კესო წინ რჩება. სოფა უკან, კესო წინ. აბა, აქტაში გვინდა. ესეც სხვათა შორის თამაშის ნაწილია. აი ესეთი თამაშია. აფრეიქროდად მოგონებული. იმიტომ რომ ყველა უნდა გამოჩნდეს. ხო ასეა მოგონებო? ელენიკო. აბა, მე მგონი უკვე მოგემზადეთ? გთხოვთ. ესაო, მესაო, რა გინდა დღესაო, რომელი თამაში ვითამაშო, მარჯვენა ხელია მნაბარი დღესაო, გასწორდეს ესაო. გავხედეთ მზესაო, გამაყოლი უნდაცაო, ვისწავლოთ წერა სალამი ყველას. ესაო, მესაო, რა გინდა დღესაო, რომელი თამაში ვითამაშო, მარჯვენა ხელია მნაბარი დღესაო, გასწორდეს ესაო. მარცხენა ხელი ხოცოდა ზარმაცია, მარცხენა ხელით წესქვია ცაცია. ესაო, მესაო, რა გინდა დღესაო, რომელი თამაში ვითამაშო, მარცხენა, 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 გასწორდეს ესაო. მარჯვენა, მარჯვნივ, მარცხენა, მარცხნივ, ტრიალი, მარჯვნივ, ტრიალი, მარცხნივ, ამას მარჯვენა, ამას მარცხენა ქვია. გეგე. ესაო, მესაო, რა გინდა დღესაო, რომელი თამაში ვითამაშო, მარჯვენა, მარცხენა, 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 გასწორდეს ესაო. გასწორდეს ესაო. მოკლედ, ასე ხდება, თუ ისე ხდება ბასტიულში, ბევრი სასწაული ხდება. აი ესე ზოგჯერ სხვათა შორის ციდან კონფეტების თოვლიც კი მოდის ხოლმე, იცით? წარმოგიდგენიათ? და ახლა ბავშვები სწორედ ამ ყველასათვის საყვარელ სიმღერას შემოგთავაზებენ. აბა აიხედე, მოდის კონფეტი? მე მგონი ჯერ არა, ხო? აბა ვნახოთ, თუ კარგად ვიმღერეთ, იქნებ გამოგვივიდეს რამე. აბა ერთი ხაზი გავაკეთეთ, როგორ უნდა ერთი ხაზი? ჩქარა, ტაშის თანხლები. ოჩახ, როგორი ჭკვიანი და ლამაზი გოგოები ხართ.
უნდა გაგიმხილოთ გოგონებმა ბასტიბურბუში 3 ჯადოსნური სიტყვა ისწავლეს. იცი ჯადოსნური სიტყვები? 3. არ იცი? გინდა გასწავლოთ? გინდა, იმიტომ რომ ამ 3 ჯადოსნურ სიტყვას რომ ისწავლი, მე ყველა გულისკაცს გააღებს სხვათა შორის. მოდი, აბა ვასწავლოთ. ოღონდ 2 რიგი გამიკეთეთ ახლა, ბეჭქარა. როგორც იდექით ადრე. პირველი მეორე რიგი. დროზე? აბა, შევათვალიეროთ დადამასწავლებელი. ყველა უკან წავიდა. ბარბარე მაშკაცი. კატო? კატო? მაშაკაც. აბა, აქ თუ შეიძლება გადავფაროთ რა ეს პატარა ესეთი გასაგებია პაუზები ტექნიკური გადავფაროთ. აი ესე. ინელაკავიან, რას ერჩით, მშვენიერი გოგოები არიან, პრინცესები. მზად არიან, აბა, მოგვისმინეთ კარგად. ვნახოთ ერთი 3 ჯადოსნური სიტყვა რა ძალას გვაძლევს.